ბოლო დროს ძალიან ბევრი ვიდეო შემხვდა იმაზე, თუ როგორ ვასწავლოთ ადამიანს იყოს უფრო ყურადღებიანი, უფრო მზრუნველი, არ ფლირტაოს საჯაროდ, არ გვატკინოს გული თავისი საშინელი ქმედებებით, სიტყვებით არ დაგვამციროს და როგორ ვასწავლოთ ადამიანს, რომ ხანდახან მაინც რაღაც პატარა სიურპრიზები გააკეთოს ჩვენს გასახარებლად. და როდესაც ასეთ ვიდეოებს ვუყურებდი, ვკითხულობდი კომენტარებსაც, რადგან ძალიან მაინტერესებდა, რას ფიქრობდა ის ყველა ადამიანი, ვინც ამ ვიდეოებით იყო დაინტერესებული. ერთადერთი შეკითხვა მიჩნდებოდა გონებაში. რაში მჭირდება ადამიანი, რომელსაც მე უნდა ვასწავლო, რომ იყოს ყურადღებიანი, იყოს მზრუნველი, თბილი და რაღაცებით გამახაროს ხოლმე, თუნდაც ელემენტარული ქმედებებით. თუ ადამიანს დამოუკიდებლად არ შეუძლია მოქცეს ის მინიმუმი, რაზეც ჯანსაღი ურთიერთობა უნდა აშენდეს, ეს არის ყურადღება, მზრუნველობა, მხარში დგომა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რთულ ეტაპს გადიხარ ცხოვრებაში. თუ ადამიანს არ შეუძლია გაჩუქოს უსაფრთხოების და სიმშვიდის განცდა. რა გინდა საერთოდ ასეთ ადამიანთან? სწორ ადამიანთან, შენ ადამიანთან, ვინც მართლა შენი მონათესავე სულია. ამ ყველაფრის თხოვნა არ გჭირდება, ის ამ ყველაფერს ისედაც აკეთებს, რადგან ის ერთადერთი სურვილია, რომ შენ იყო ბედნიერი, შენი თვალების სიხარულისგან ბრწყინავდეს და თუ ადამიანს არ ადარდებს, რომ შენ მის გამო ტირი ხარ, რომ შენ მის გამო მოწყენილი ხარ, მისგან გაკლია სითბო, ყურადღება, პატივისცემა, თუ ამ ადამიანს შეუძლია ყველა გაახაროს, მაგრამ შენ არც კი გაახსენდე. განსაკუთრებით მაშინ თუ რთულ პერიოდს გადიხარ, ასეთი ადამიანი გჭირდება საერთოდ. მის გარეშე ხომ ბევრად უფრო კარგად იქნება, ის მაინც გეცოდინება, რომ შენ ჰყავხარ შენ თავს და სხვისი იმედი არ უნდა გქონდეს. საყვარელ ადამიანთან ყურადღებაზე, სითბოზე, სიყვარულზე თხოვნა არ გჭირდება, ის ამას ისედაც გჩუქნის დაუყვედრებლად, ყოველდღიურად. და მით უმეტეს არ გჭირდება იმის თხოვნა, რომ სხვების მიმართ არ იყოს ზედმეტად ყურადღებიანი, არ იფლირტაოს საჯაროდ და ასე შემდეგ. არასოდეს უნდა დაიმცირო თავი ასე, არასოდეს უნდა სთხოვო ადამიანს ის, რაც თვითონაც იცის, რომ შეუძლია მოქცეს და თავისუფლად შეუძლია ამ ყველაფრის გაკეთება შენთვის. ერთი რამ უნდა უთხრა საკუთარ თავს და დაიმახსოვრო, როგორი რთულიც არ უნდა იყოს, არ გჭირდება ის, ვისაც არ სჭირდები შენ.